დავიწყოთ ბოლო ცნობით პროკურატურამ წარუდგინა ბრალი 8 პოლიტიკოს, აქედან 6 უკვე საპატიმროში იმყოფება, 2 შემთხვევაში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში ივანიშვილის საგამოძიებო უწყება მოითხოვს გირაო შეფარდებას. საქმე ეხება ეგრეთ წოდებულ საბოტაჟის საქმეს. რა შეგიძლიათ გითხრათ ამ ახალი რეპრესიული ტალღის შესახებ? ეს რა ტიპის ქმედება, რა ტიპის სიგნალია მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის? ძალიან მძიმე ამბავია, ძალიან მძიმე, კიდევ უფრო მძიმდება ვითარება. ეს არის აშკარად ატარებს პოლიტიკური დევნის ნიშნებს და პირდაპირ ჩანს, რომ პოლიტიკური დევნა არის. პირველ რიგში რაც მინდა ვთქვა, რომ ეს ცუდია მთელი საქართველოსთვის, ეს კატასტროფული შედეგების მომტანი შეიძლება იყოს მთელი საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. არ შეიძლება ასეთი პოლიტიკური დევნის ქვეყანაში, სადაც ასეთი ტიპის პოლიტიკური დევნა არის, ამ ქვეყანას განვითარებისა და წინსვლის შანსები პრაქტიკულად ნულის ტოლია. და ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ საქართველოსგან გადააქციონ რუსეთის ტიპის ავტორიტარულ რეჟიმად, სადაც ადამიანების მიმართ არსებობს პოლიტიკური დევნა, სადაც არის რაღაცა კლანური მმართველობის ტიპი და არის ქვეყანა, რომელსაც მომავალი პრაქტიკულად არაა. ეს არის ძალიან ყველაზე მცირე შეფასება, რაც შეიძლება ახლა ამ დროს ვთქვათ. და ამის შედეგს და ამის მძიმე შედეგს ყველა ჩვენთაგანი ამ ქვეყნის ყველა შვილი იგრძნობს, იმიტომ რომ არ არის ეს ნორმალური ქვეყნის განვითარების გზა. ეს არ არის სახელმწიფო გზა, რომელზეც უნდა იყოს, რომელსაც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი კულტურა, ჩვენი სამშობლო. ეს არის მძიმე შედეგების მომტანი თითოეული ქართველისთვის, არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვის წინააღმდეგაც ეს პოლიტიკური დევნა არის, თითოეული ქართველისთვის. კი ბატონო დავით, როგორი უნდა იყოს ამ შემთხვევაში პასუხი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან? დღის ერთ-ერთი მთავარი თემა არის წერილი, რომელიც გაიგზავნა მარკო რუბიოს მისამართით, იქ საუბარია, რომ მიიღოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კონკრეტული ზომები, გადაწყვეტილებები იმ დეზინფორმაციაზე და ცრუ რიტორიკაზე, რომელსაც ავრცელებს ამ შემთხვევაში სუსის უფროსი მამუკა მდინარაძე, თუმცა დრო და დრო ისეთი ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს ივანიშვილის რეჟიმი, რომ ეს ცრუ ნარატივები შესაძლოა უკვე მეასეხარისხოვანი იყოს. რა შეიძლება გაკეთდეს ახლა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ შეჩერდეს ეს ერთის მხრივ იზოლაციონისტური პოლიტიკა, რეპრესიები, რომელიც არ სრულდება ჩვენს ქვეყანაში? საერთაშორისო პარტნიორები ასწავლენ, ეს ერთი ამბავია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ყველა ჩვენთაგანმა გაითავისოს ის, რომ ეს მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური პარტიული კუთვნილებებისა, მიუხედავად იმისა, ვის რომელი პოლიტიკური მიმართულება მოსწონს, ყველას წინააღმდეგ მიმართული ქმედებებია. და ამ შემთხვევაში ეს მთელი ერის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებია, იმიტომ რომ აქ მიმდინარეობს რუსული ტიპის ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია. ხო, და ეს პარტიების აკრძალვა და ზოგადად პოლიტიკური დევნა და საქართველოში უკვე, რა ვიცი, 100 გადასცდა, ხო, პოლიტპარტიების რიცხვი, რაც ჩემი ცნობით, მე როგორც ვიცი, ამდენი პოლიტიკური პარტიმარი, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანი არ ყოფილა, რა ვიცი, ბერიას მერე. კი ბატონო, და ჩვენ ვახსენეთ საერთაშორისო პარტნიორები და ბუნებრივია მათი მხრიდანაც საინტერესო რა ტიპის განცხადებები იქნება. ჩვენ მიმდინარე კვირაში ვნახეთ ევროკომისიის მძიმე ანგარიში, სადაც ასევე ბუნებრივია საუბარი იყო რეპრესიებზე და პოლიტიკოსების ციხეში გამოკეტვაზე. თქვენი აზრით, თქვენ არაერთხელ ახსენეთ ამ წუთებში ინტერვიუში, რომ ეს მძიმე შედეგების მომტანი იქნება, კონკრეტულად რა ნაწილში იქნება მძიმე შედეგების მომტანი და ასევე ეს როგორ უნდა გაიგონ მათ შორის ჩვენმა თანამოქალაქეებმა, რომლებიც შესაძლოა ფიქრობენ, რომ ახლა ისეთი საგანგაშო არაფერი არ ხდება, რომ მაგალითად ქუჩაში გამოვიდნენ, გააპროტესტონ და ასე შემდეგ, რადგან კონკრეტული გადაწყვეტილებები მაინც ჯერჯერობით არ მოდის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.
მე ვფიქრობ, ახლა მეტი რა უნდა ქნან. ამ ანგარიში რაც წერია, ნებისმიერმა ქართველმა შეუძლია ძალიან ყურადღებით წაიკითხოს და არაფერი ამ ანგარიში არ წერია ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით და რაც ის უბედურება, რომელიც არ გვჭირს. კიდევ ბევრ ნაწილში კიდევ ესე ვთქვათ დიპლომატიური ენა არის ნახმარი, თუმცა არის ნახმარი ძალიან კაცი დიპლომატიური ენა, რომელიც ვისაც ესე შეხება ქონია პროფესიული ამ საკითხებთან, შეიძლება ხედავს, რომ უკაცრესი დიპლომატიური ენით არის ეს ყველაფერი დაწერილი, მაგრამ ეს ხო ჩვენთვის ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ამ ქვეყნის შვილებისთვის რამე ახალი არ არის. ჩვენ ამ სივრცეში, ამ ვითარებაში ვცხოვრობთ უკვე კარგახანია. და ყველასთვის გასაგებია, რომ ეს არის იმ რეალობის აღწერა და სხვადასხვა ზოგ შემთხვევაში საკმაოდ ბილად რა ვითარებაშიც ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა. და ეს ამბავი არის ძალიან ძიმე, ძალიან რთული ყველა ჩვენთაგანისთვის. ეს აისახება ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაზე, განათლების სისტემაზე, ეკონომიკაზე, ჯანდაცვის სისტემაზე, თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაზე აისახება ნეგატიურად და უარყოფითად. ამაზე ჩვენ შეგვიძლია თითოეული მიმართულებით ძალიან დეტალურად ვილაპარაკოთ რა იმიტომ რომ საქართველოს მომხიბლაობა, საქართველოს განვითარება დამოკიდებულია თავიდან ბოლომდე მის დემოკრატიის თავისუფლების ხარისხზე, იმიტომ რომ საქართველო არ არის ქვეყანა, რა ვიცი, კუვეიტი, რომელსაც ნავთობის შემოსავლები აქვს და აქვს რაღაცა ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ძირითადად რა ვიცი, ამაზე ცხოვრობს, ხო? ეს არის საქართველოს განვითარება თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია იმ თავისუფლების ხარისხზე, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს გამოამჟღავნონ საკუთარი პოტენციალი მაქსიმალურად. და რაც უფრო ნაკლები ამ ქვეყანაში თავისუფლება, მით უფრო მძიმე და ცუდი იქნება ცხოვრების პირობები. და აქ საბოლოო ჯამში ჩვენ მივდივართ ეს რუსული ტიპის ავტორიტარიზმისკენ, რომელშიც არსებობს რაღაც კორუმპირებული კლანები, რომელიც ძარცვავენ ქვეყანას და დანარჩენი ქვეყანა სავალალო ცხოვრებისთვის არის განწირული. აი, ასაც ჩვენ ვხედავთ რუსეთში, იმიტომ რომ რაღაც ზოგ შემთხვევაში რაღაც გლამურულ სურათებს ანახებენ ხომ რაღაც მოსკოვის რაღაც ზოგიერთი რეგიონის და დანარჩენი ტიპის მმართველობა, იმ მმართველობის ტიპი, როგორც არის დღეს რუსეთში, ნამდვილად არ არის სასურველი საქართველოში და ამ მიმართულებით ეს ამის კონსოლიდირება ხდება დღეს ქვეყანაში. ბატონ დავით, მინდა პროკურატურის განცხადებიდან ერთ მნიშვნელოვან პასაჟზე გავამახვილოთ ყურადღება, ასეთი რამ ითქვა ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე ინფორმაციას და დოკუმენტურ მასალას, მათ შორის საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს პერიოდულად სანქციების დასაწესებლად აწვდიდნენ უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს, შედეგად სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს. ეს რა ტიპის გზავნილია თქვენი აზრით, რადგან ეს აქცენტირებულად ისაუბრა ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის გენერალურმა პროკურორმა, როგორც ჩანს, ეს საკითხი მათ აღელვებთ, ეს მართლაც არის მათთვის დისკომფორტი და ეს შესაძლოა ისევ გაგრძელდეს განსაკუთრებით იმ რეპრესიების ფონზე, რომელიც აქვს წამოწყებული ივანიშვილის რეჟიმს. რა ვიცი, ეს აშკარად არის, ამაზე ვთქვი და ძალიან მკაფიო, არ ვიცი, არ არსებობს ალბათ ადამიანი, ვისთვისაც ეს ძალიან გასაგები არ არის, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. დანარჩენი ამ განცხადებაში, ხო, ამ განცხადებას და თავიდან ბოლომდე ამ საქმეს ეს გაზდევს წითელ ხაზად. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული, უნებრივია რომ ამას რა ვიცი პოლიტიკურად მოტივირებული და ჩვენ არ შეგვიძლია რაღაცა კონკრეტულ საკითხებზე, რა ვიცი დეტალებში როგორ უნდა ჩავხვიდეთ, როდესაც ამას სამართლებრივი განზომილება კი არა აქვს, პოლიტიკური განზომილება და პოლიტიკური დევნა. და პოლიტიკური დევნის დროს მთლიანად ძირის გამოთხრა არის მთელი სახელმწიფოსთვის. ქართული სახელმწიფოსთვის ეს არის ძალიან მძიმე რამ, ძალიან მძიმე დარტყმა, რომელიც აისახება კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა ყველა ჩვენთაგანზე. ეს არ არის მხოლოდ ამ კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ მიმართული, ხო? საბოლოო ჯამში ეს დემოკრატია და თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ყველა ნაბიჯი საბოლოო ჯამში ყველა ქართველის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი არის და ეს არის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი ჩვენი სამშობლოსთვის. ეს არის ძალიან აშკარა მთელი ამ ამბიდან.
კი ბატონო და ბოლოს კითხავთ რა შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის მიზანი რა შესაძლოა რა სცენარები შესაძლოა განვითარდეს გულისხმობ აქ მაგალითად იყო საუბარი იმის შესახებ რომ ახლა შესაძლოა მალე ივანიშვილმა ჩანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები პროცესში შემოიყვანოს ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიები და რაღაცნაირად მოხდეს 78 მუხლის ამოღება საქართველოს კონსტიტუციიდან ძირითადი კანონიდან ელოდებით თუ არა თქვენ მსგავს სცენარს ასეთი ტიპის მოვლენები რამდენად შესაძლოა განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია, მაგრამ ეს არანაირ ლეგიტიმურობას ამას არ აძლევს, ხო, არანაირ დემოკრატიის ნიშნების მატარებელი არ იქნება. არ შეიძლება არჩევნების ჩატარება, როდესაც ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ მიმდინარეობს დევნა, ხალხი ციხეშია, 100-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ყავს და ასეთი ტიპის რიტორიკა არსებობს სახელმწიფოში. არჩევნების ჩატარება მაშინ ფორმალურ არჩევნებს ისიც სტალინის დროსაც იყო არჩევნები და გადიოდნენ და 99% იღებდა სტალინი. არჩევნები ხო არ ერქვა იმას, რაც მაშინ ტარდებოდა. ამიტომ რა თქმა უნდა შესაძლებელია, რაც თქვენ აღწერეთ ამ სცენარიც და საბოლოო ჯამში, მაგრამ ეს არაფერ ცვლილებას არ მოიტანს ლეგიტიმურობის თვალსაზრისით, იმიტომ რომ არ შეიძლება ასეთ შემთხვევაში არჩევნები ჩაითვალოს სამართლიანად და სამართლიანად, ხო? იმიტომ რომ ადამიანები ციხეში არიან ჩასმულები. რაც შეეხება კიდევ ერთხელ მე მინდა რომ კარგად გავიაზროთ რა, ეს არის უკუსლა მთლიანად მთელი ქვეყნის და ეს არაფერს სიკეთეს არ მოუტანს თქვენს საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას და საქართველოს მოქალაქეებს. ეს მხოლოდ ნეგატიურად აისახება ყველა ჩვენს მოქალაქეს.